ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი და საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაცია გლობალური ფონდის ფინანსური ხელშეწყობით აწარებს პირველადი ჯანდაცვის ქსელის სხვადასხვა სპეციალობის ექიმების ტრენინგს აკრედიტებული მოკლებადიანი უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიხედვით. ამ ეტაპზე ტრენინგები თბილისში ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელი თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულების ექიმ სპეციალისტებს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში უტარდებათ. დღევანდელი ტრენინგი წვრთნა ქართულად ვთქვათ, ისახავს მიზნად სწორედ იმ ცოდნა გამოცდილების გაზიარებას, რომელიც ერთ კონკრეტულ დარგში, კონკრეტულ მიმართულებაშია დაგროვებული და მის გავრცელებას, იმპლემენტაციას სრულიად სამედიცინო საზოგადოებაში. პირველი ყოვლისა, მათთვის, ვისთვისაც ეს ცოდნა აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. პირველ რიგში სწორედ ჩვენ საუბრობთ ზოგადი პრაქტიკის ექიმებზე, საუბრობთ ოჯახის ექიმებზე, ამბულატორიული ქსელის სამედიცინო პერსონალზე, რომელიც ერთგვარ კარიბჭეს წარმოადგენს ზოგადად ჯანდაცვის სისტემებისათვის. 800-მდე ექიმის ჯანდაცვის პირველადი რგოლის ექიმების გაწვრთნა არის დაგეგმილი ამ პროგრამის, ამ პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს გაუზიაროს კოლეგებს ცოდნა გამოცდილება, რომელიც დაგროვებულია ტუბერკულოზური ინფექციის მართვის კუთხით ჩვენს ცენტრში, ჩვენს ქსელში, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ქსელში საქართველოს მასშტაბით და ჩვენი კლინიკური გუნდის სწორედ დაგროვებული დიდი ცოდნა გამოცდილება გვაძლევს საფუძველს, რომ ჩვენ თამამად ვესაუბროთ კოლეგებს, გაუზიაროთ ის გზამკვლევები, ეგრეთ წოდებული გაიდლაინები, რომლებიც არსებობს ამ დარგში. ეს არის ის აუცილებელი ცოდნა, მინიმალური, საჭირო ცოდნა, რაც უნდა იცოდნენ მათ ამ კონკრეტული მიმართულების შესახებ, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმ საქმეში, რასაც ტუბერკულოზის ელიმინაცია ჰქვია. ჩვენ ვარქმევთ ამ დიდ პროექტს საქართველოში ტუბერკულოზის ელიმინაცია, რომელიც აუცილებლად უნდა დავიწყოთ. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული პროექტი მოდერირებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად და მისი დონორი გახლავთ შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომლის ხელდასხმით, რომლის შემწეობით, რომლის გვერდში დგომით ძალიან ბევრი საჭიროებო და კარგი პროექტი განხორციელდა ქვეყანაში. ჩვენ სწორედ ასეთ პროექტებს მივესალმებით, რომელსაც კონკრეტული გამოსავალი აქვს ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე და ამ კონკრეტულ მიმართულებას ტუბერკულოზისთან ბრძოლას მას ძალიან ხელშესახები და მნიშვნელოვანი პროგრესი მოაქვს. ტრენინგს მარინა ჯანჯღაბა და მაია ყიფიანი უწყობიან. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მსმენელები კრედიტ ფულებს საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ. დღეს ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ტრენინგი, რაც ნიშნავს სხვა სპეციალისტების მოზიდვას და მათ დახმარებას ტუბერკულოზის მართვაში, ტუბერკულოზის ელიმინაციის ფაზაში გადაყვანაში. გულისხმობ იმას, რომ ჩვენი სტუმრები დღეს არიან ფთიზიატრები, არიან პულმონოლოგები, პედიატრები, ნეფროლოგები, სხვადასხვა ფართო პროფილის ექიმები, იმის გამო, რომ ჩვენ გადავედით მკურნალობის ახალ ეტაპზე. ტრენინგი ჩატარდება არა მარტო თბილისში, არამედ მოიცავს საქართველოს კიდევ 3 რეგიონს და სადღაც წლის ბოლომდე ჩვენ ეს ტრენინგი უნდა ჩაუტაროთ ასევე აჭარის ოჯახის ექიმებს, სამეგრელოში ჩატარდება და კახეთში. ალბათ შემდგომ წლებში გაგრძელდება, რომ მთლიანად საქართველოს მოვიცვათ ამ კუთხით, ანუ ყველა სპეციალობის ექიმი. ტრენინგი მიზნად ისახავს ექიმების განვითარებას პროფესიულ საქმიანობაში. ტრენინგი მიმდინარეობს უაღრესად საინტერესოდ, ინტერაქტიულ რეჟიმში. ტრენინგზე ძირითადად გავეცანით ტუბერკულოზის მკურნალობის ახალ მიდგომებს, როგორ ხდება მისი გამოვლენა, დიაგნოსტირება. მსმენელების უმრავლესობა არის პირველადი ჯანდაცვის ქსელის წარმომადგენლები, ოჯახის ექიმები ვართ ძირითადად და ჩვენი ხაზი იქნა გასმული იმაზე, რომ მოვახდინოთ დროული გამოვლენა ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევების და მათი სწორი რეფერალი და დროული რეფერალი მოვახდინოთ შესაბამისად ფილტვისა და ტუბ დაავადებების ცენტრში, რომ პაციენტებს შემდგომ ჩაუტარდეთ დროული მკურნალობა და მოხდეს პრევენცია დაავადების ძირითადად მოსახლეობაში. ასეთი ტრენინგები სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს და მათ საშუალებას აძლევს ცოდნა უწყვეტად გაიღრმაონ.